აბსოლუტურად არ ველოდი, ახლა მე მიმეჩნია რომ შემთხვევაში ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა მორჩილების პათოლოგიური ხარისხი მოითხოვა თავისი გარემოცვისაგან, თუ ადამიანი ძალიან შერყეული არა აქვს, მაგ ხარისხს ვერ უპასუხებს, ამიტომ რაღაცა აფეთქებები ალბათ იქნება ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისედაც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ხანგრძლივი დუმილი, ხო, ირაკლის მხრიდან, როცა ეს პროცესი იწყებოდა მისი დაპატიმრების, როცა ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება, ამაზე პასუხები უნდა გაიცეს. აპატიმრებენ პრემიერს, რომელიც ორგზის პრემიერია, რომელიც ამ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. მართალია ივანიშვილი ამბობს, რომ რადგან ის დაარქვითო, მაგრამ ახლა ფორმალურად ხო პრემიერი ერქვა ორგზის თანაც და ახლა ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება პასუხების გაცემის გარეშე ადამიანი უბრალოდ მიიყვანონ საპროფილო დაწესებულებაში. ჩვენ უნდა მოგვესმინოთ. ბრალდება იყო და ირაკლი კობახიძემ დღესაც თქვა, რომ მან აღიარა ეს ბრალი. და ჩვენ ნახეთ დიდი სიმდიდრე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავიდან ამბობდა, რომ ძალიან ღარიბი იყო, მერე ჩვენ თვალწინ გამდიდრდა, ეს ყველამ კარგად იცის. ხო, მაგრამ ეს ამ მოცემულობაში ჩვენ ვართ ძალიან რთული ამ ყველაფრის უპირობოდ მიღება, ხო, ჩვენ არა ვარ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ყველა მივიღეთ, ჩემთვის თავარი რა იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში, ხო, მე დავინახე, რომ აი ამ კონკრეტულ кейსშიც შეიძლება ისეთი პოლიტიკური განზოგადების სივრცე რჩება, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ხელისუფლების უკიდურეს პოლიტიკურ ტერორს. იმიტომ რომ ეს ტერორი არ გადის პოლიტიკურ ოპონენტებზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აი მე ვარ ოპოზიცია და მარტო ჩემს მიმართ განხორციელდება ეს ტერორი. ხელისუფლებაში რეალურად ფაქტობრივი ხელისუფალი და საქართველოში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანი გაანადგუროს პირადი წენის ან პირადი რაღაცა კაპრიზის გამო. ეს არის ჩემთვის თავარგზავნელი. რას იზამს ღარიბაშვილი, ახლა მე სწორად გამიგეთ, მე ჩემი აქცენტები უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს მისი გადასაწყვეტია. თუ ის უბრალოდ თავის თავს იცავს, ეს მისი პირადი საქმეა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როცა სისტემა თუნდაც სისხლისამართლის დამნაშავეს იქ საპრობლემო სამართლოდ ექცევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გქონდეს რეაქცია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ხვდებოდეს ჩვენი სოლიდარობის ხარისხს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგურისობ ზოგადად საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს გვერდიდან უყურებთ, ეს სოლიდარობის ხარისხი რამდენად მაღალი იქნება, ეს არის დამოკიდებული ღარიბაშვილის პოზიციაზე. თუ ეს არის კონფლიქტი ივანიშვილსა და ღარიბაშვილის შორის, ჩვენი სოლიდარობა შემოიფარგლება იმით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი არის ბოროტო მოქმედი, რომელიც უკანონოდ სჯის ვიღაცას და ჩვენ ამას მიმართ პროტესტი გვაქვს. მაგრამ თუ ღარიბაშვილს ეყოფა იმის რესურსი, ჯერჯერობით ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ ბრძოლას აგრძელებს. ამბობს სამართლებრივს და ბოლო წინადადებაში უბრალოდ ბრძოლას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, აი ზოგადი სიტუაცია. შეიძლება შემოიფარგლოს სასამართლო პროცესებით და საქართველოში ძალიან სასაცილოა, სადაც ის უბრალოდ დადგება და დაიწყებს მტკიცებას, რომ მე კორუმპირებული არა ვარო. ხო, რაც აი ჩემთვის აბსოლუტურად ამ ეტაპზე არანაირად არაა საინტერესო რა, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილის გვერდზე თუ ხარ გამორიცხული ვარ კორუმპირებული რა და ის როცა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა იგივე ბაკურიანის ტყეიჯარით აიღო, ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი ნიშანი მისი მხრიდან. ჩემთვის ის ამ შემთხვევაში იყო ცუდი ხელისუფლება რა, რომელსაც მე საქციელს ვერ მოუწონებდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამიტომ არ დაუჟია. რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილს მას არ აქვს კორუფცია ჩანხო. კორუფციის გამო ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ თითქოს მას მოასმენინეს გამონათქვამები, არც თუ ისე სასიამოვნო ბიძინა ივანიშვილის მისამართი. მაგის მარჩილობა რო არ დავიწყოთ, ვინაიდან მე ზუსტად არ ვიცი და ვერ გეტყვი. მიწევს მუდმივად აი გაგონილ ხმებზე, გავრცელებულ მაგიტომ აგეთებ ჩვენთვის ასე დასვას, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს განცხადება ყოფილ პრემიერს, არავითარი ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პათოლოგიურ მორჩილებას. პათოლოგიური მორჩილება ძალიან ისეთი ადამიანის მხრიდანაც კი, რომელიც მორჩილებისაკენ მიდრეკილია, ხო? ისეთი ადამიანის არის, ხა, ყობახიძის ხარისხი მორჩილების არის პათოლოგიური, ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანისა და მის რო შეხედა მიხვდები, რომ ეს ადამიანი
ადეკვატური არ არის თავის მორჩილების ხარისხში. სხვა ადამიანებისგან ეს ძალიან რთულია. მე მქონია კამათე ივანიშვილთან და მე მიმაჩნია რომ მისი ტონალობა კამათის დროს ყოველთვის გამორიცხავს იმას რომ შენ გააგრძელო ეს კამათე. რა იმას მეჩენ შენ ბოლოს სიტყვა ყოველთვის მისი უნდა იყოს, შენ უნდა შეწყვიტოს კამათი, რაღაც აღიარო მისი პოზიცია და თავი უნდა დაუხარო და აგრძნობინო რომ ის არის დომინანტი ურთიერთობებში. ხა მე მიმაჩნია ეს არის აბსოლუტურად აბსურდული ურთიერთობები ორ ადამიანს შორის რა, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ურთიერთობები ქონდეს ადამიანებს. ღარიბაშვილმა რაღაცა გადალახა და მე შევახსენებ საზოგადოებას რა ეტაპზე დაბრუნდა ირაკლი მეორე ჯერზე, როცა პირველად გაუშვეს კორუფციის ბრალდებებით, დაბრუნდა მაშინ, როდესაც რეალურად ქართული ოცნების გუნდში იყო სერიოზული განხეთქილება, იყო სერიოზული დაპირისპირება, მათ შორის სასამართლოს თემებზე, მათ შორის ახალი მოbrunებული იყო ივანიშვილი და ჩვენ მაშინ პირდაპირ დავუპირისპირდით კობახიძის აი ამ ნეოკომკავშირულ ბანდას და ასეც ჩამოუყალიბეთ დაუხსენეთ ივანიშვილს, ამიტომ პირისპირდებოდით და ივანიშვილს დაჭირდა ვიღაცა ძველი 12 წლის გუნდის წარმომადგენელი, რომელთაც ჩვენთან იბრძოლებდა რა. ეს მისთვის იყო იმ მომენტში ფსიქოლოგიურად უფრო მოსახერხებელი, იმიტომ რომ კობახიძე არ იყო ამისათვის მომართული. თქვენ რომ გენახათ კობახიძე უმრავლესობის ხდომებზე, მას იქ ელემენტარულად წურავდნენ. ივანიშვილმა ეს დაინახა და დაჭირდა ძველი გუნდიდან ვიღაცის მოზიდვა, რომელიც გარშემოთაც უფრო მოახდენდა რაღაცების მობილიზებას, მაგრამ ამით მისი დამოკიდებულება ღარიბაშვილის მიმართ არ შეცვლა. მას ღარიბაშვილი მიაჩნდა ადამიანად, როგორც მან თვითონ თქვა, რაც გინდათ ის დაარქვით. ეს იყო მისი დამოკიდებულება. ამიტომ ღარიბაშვილს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ეხლა ხო, თუმცა აი ახლა ეს განსაკუთრებული სიძულვილი იკვეთება და ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილის პერსონალური დამოკიდებულების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, ხო? აი რა შეიძლებოდა ირაკლი ღარიბაშვილს დაეშავებინა მოკლედ ისეთი მისთვის, იმ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობთ ამ სიტყვას, მესმის რომ პატიმარია, მესმის რომ ის ოჯახის წევრები ისმენ, მაგრამ ორჯერ სიტყვის გამეორება არ ჭირდება, რაც გინდა ის დაუძახე. ანუ განსაკუთრებული ლოიალობით გამორჩეული და მორჩილებით გამორჩეული პრემიერი იყო, ხო? არ ვიცი, მე მაინც მგონია რომ რაღაცა ეტაპზე ყველა ადამიანის წინაშე დგება რაღაცა ელემენტარული არჩევანი, იმიტომ რომ გეუბნებით რომ მორჩილების პათოლოგიური ხარისხი ფსიქიკურად დალაგებული ადამიანისთვის არის ძალიან ძნელი განსახორციელებელი. როცა ივანიშვილმა ღარიბაშვილი განეხილა როგორც აი მართლა სამართავი რომელსაც როგორც უნდა ისე გამოიყენებს, მანაც გადალახა რაღაცა ურთიერთობაში, ხო, ადამიანურად. მე ამ შემთხვევაში სხვა რაღაცაზე იმიტომ ვაკეთებ მათი აქცენტს, რომ მე არ მინდა რომ ეს გადაიზარდოს ყოფით კონფლიქტში ორ ადამიანს შორის. მე მინდა რომ ეს კონფლიქტი ჩვენ მაინც განვიხილოთ როგორც პოლიტიკური მოცემულობის განსაზღვრელი და დამახასიათებელი, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა ჯანმრთელ ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. და თუ მოხდა კიდეც მათ შორის კონფლიქტი, არა, კონფლიქტები ივანიშვილის ყველასთან ქონდა კონფლიქტი. აი, მისთან არ ქონდა, კვირიკაშვილთან არ ქონდა, გახარიასთან არ ქონდა, მარგველაშვილთან არ ქონდა, სალომე ზურაბიშვილთან არ ქონდა, დათო სერგენკოსთან არ ქონდა. აი, ყველა, აი, ვერხა უბრალოდ ვერ გამახსენდება სულ ყველა, ვინც კი იყო მინისტრი, რომელიც ცოტა მაინც გამორჩეული იყო, ან პრემიერი, რომელიც აი, ყველა პრემიერთან ქონდა ფაქტობრივად კონფლიქტი, მის შერჩეულ პრეზიდენტებთან ქონდა კონფლიქტი. მორჩილების პათოლოგიურ ხარისხს. არაადეკვატურ ხარისხს მორჩილებს, რაც ჩემი აზრით ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ძნელად შეიძლება ახასიათოს. აი, დღევანდელ განცხადებას კობახიძისას როგორ შეაფასებთ? მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან ძალიან მოკლედ თქვა, მაგრამ აი გამარჯვებულის პოზიციიდან ქონდა, რომ ეს პრობლემური იქნება მისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს განცხადება და ცოტა მუქარანარევი ტონი მშრალი, მაგრამ პირდაპირ რომ ადრესატამდე მისულიყო და ამის შემდეგ უკვე ვაკურდებოდით წერილი როდის დაიდება და რა შინაარსით იქნებოდა. იცი ივანიშვილმა კობახიძე ამ ნიშნით შეარჩია, ეს არის მისთვის განსაზღვრელი. კობახიძე წავა აი ყველანაირ ღონისძიებაზე იმ სტატუსისთვის რაც მიიღო. მას შეუძლეს პათოლოგიური მორჩილება, მას შეუძლია ხელი აუქნიონ ასე რომ ადიზემოთო და ავიდეს და ეს მასზე არანაირ ეფექტს არ აყენებს. თავმოყარეობის მომენტი ესეთი რაღაცა მას აქ ატროფირებული, ესეთი პრობლემა არა აქვს, რომ თავმოყარებამ ხელი შეუშალოს რაიმე ხო შესაბამისად ალიევთან კადრებიც გვახსოვს. არა, ხა პირადი ურთიერთობებიც მქონია და უმრავლესობის ხდომაზე მართლა ხა ადამიანი რჩეოდა, აი უბრალოდ რასაც ეტყოდა ივანიშვილი, ის მზად იყო ყველაფერი შესრულებინა. კობახიძე მაკუთხით არის ყველაზე კომფორტული
ივანიშვილისთვის, რომელსაც ყველაფერს შეასრულებინებს, უბრალოდ სხვებმა ეს თამასა ვერ აწეს, კობახიძემ აწია, მაგრამ მე არ ვიმეჩნია, რომ კობახიძეს ბოლო ეს არის გაჩერება ბიძინა ივანიშვილისთვის. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას განეხილავს როგორც თავის საფეოდალოს. აი ჩვენ მაინც პოლიტიკური სტანდარტი ასეთი უნდა გქონდეს. მე ახლა უბრალოდ მინდა ეს ეთერიც გამოვიყენო და სხვა ეთერებში ვცდილობ, რომ ჩემი გზავნილი მაინც იყოს მიმართული ღარიბაშვილის მიმართაც რა. იმიტომ რომ ის უნდა ხდებოდეს, რომ ეს არ არის მისი და ივანიშვილის კონფლიქტი. ეს მოხდა იმიტომ, რომ მან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა და მიიღო იმ ეტაპზე მორჩილების ის ხარისხი, რომელიც მართლა პათოლოგიური იყო და მაგიტო ემართება ეს ყველაფერი მას და თუ ის არ გადაზრდის ამ კონფლიქტს პერსონალ კონფლიქტიდან პოლიტიკურ კონფლიქტში თუ ის არ გააგრძელებს იმაზე საუბარს, რაზეც ვითომ ველოდებოდით და ამაზე გაჩერდება, ეს დარჩება კონფლიქტად, რომელიც კი სამართლებრივად შეიძლება მაინც სოლიდარული ვიყოთ, იმიტომ რომ ადამიანს მართლა ვიღაცა თელი სახელმწიფო სისტემა ჩაიგდო ხელში და გადაწყვიტა რომ ვიღაცას გადაუაროს, მაგრამ ჩვენ ბევრი სხვა ადამიანი ყავს სადარდებელი მართლა პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები და ასეთ ვითარებაში ღარიბაშვილის მხრიდან რაღაცა კეკლუცობა და ესეთი პოზის დაკავება, რომ მე აი ბოლომდე სათქმელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე მაგარი ტიპი ვარ, არის გამოვა სწორი რა. თუ ირაკლის უნდა საპირისპირო დაღიქმება თუ ირაკლის უნდა ამ სიტუაციაში იყოს ადეკვატური, მან უნდა მიიღოს ეს მოცემულობა, რომ ეს არ მოხდა იმიტომ რომ მას შეეშალა რამე ან ბიძინა ივანიშვილი რაღაცას განაცხადა. ეს მოხდა იმიტომ რომ ქვეყანაში შეიქმნა ანომალიური რეალობა. ერთმა ადამიანმა როგორც ცეთურმა ისეთ განიხილა ეს ტერიტორია, ისე მოაჯდა და გადაწყვიტა რომ ის ამ ქვეყანაში ყველაფერს ერთმანეთს არ გამორიცხავს ახლა თქვენ რასაც ამბობთ. ორი პერსონალური კონფლიქტი კი არ არისო, ერთმა ადამიანმა ჩაიგდო ხელშიო და იმ ერთ ადამიანზე ვლაპარაკობთ ზუსტად და იმ ერთ ადამიანის მიერ განწირულ საკუთარ პაიკებზე. მე გულისხმობ რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილს არ უღირს ეს გადაზარდოს პოლიტიკურ კონფლიქტში და არ გახდება ჩვენი თანამონაწილე რეჟიმის მხილებაში, ეს დარჩება კერძო კონფლიქტად რა. ესე იგი თუ ირაკლი ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა ილაპარაკოს, ნათი არა იმაზე რა კონფლიქტი აქონდა ბიძინა ივანიშვილთან, არამედ იმაზე უნდა ილაპარაკოს, რას უპირებს ივანიშვილი ტერიტორიულ მთლიანობას, რას უპირებს სოხუმს და ცხინვალს, რატო შეაქვს ბენზინი და ოკუპანტს რატო ამარაგებს ბენზინით. უნდა ილაპარაკოს იმაზე, რა გეგმები აქვს რუსეთთან მიმართებაში საქართველოს. ის უნდა გამოვიდეს არა საკუთარი დამცველის და საკუთარი ოჯახის დამცველის პოზიციიდან, არამედ საქართველოს დამცველის პოზიციიდან. მაგრამ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა სულ ირაკლი ღარიბაშვილი. მე გამახსენდა ახლა გლობსეკის სამიტი, წეღანაც ვახსენე, რომ სადაც ლაპარაკობდა იმას, რომ ნატო არის პრობლემა და გავარით მოსკოვა ეუბნებოდა. ეს ერთია. ხო და მან არა ყველა ადამიანს აქვს შანსი რომ სხვანაირად მოიქცეს, მე მას მიმართავ და მოუწოდებ რომ ასე მოიქცეს. აქვს მას ეს რესურსი. ჩვენ ხო ვიცით რომ ის რეალურად პოლიტიკოსიც, პრემიერ-მინისტრიც, ყველა ეს სტატუსი ჰქონდა ბიძინა. მე არ ვიცი აქ თუ არა რესურსი, მე ვიცი რა არის სწორი და რა არის არასწორი. თუ ის გააგრძელებს აი ამ ჭრილში ურთიერთობებს, ახლა მან უკვე არასწორად მოიქცე, როცა დააპატიმრეს და ჩათვალა რომ გარიგება შედგებოდა და ბიძინა ივანიშვილს ენდოდა და წავიდა და არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გააკეთა და ელოდებოდა აქამდე რომ წყალობას გამოიღებდა ივანიშვილი მასთან მიმართებაში, ხო? მისი ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის მისამართით აიშურებდნენ, აი გამაუგნებლად სასიამოვნო განცხადებებს. ჩავთვალო რომ ეს არასწორი პოზიცია. ხო და მე მაგიტო ამაზე მე ირაკლის ამ შემთხვევაში როგორც ჭირუს უფალს მიმართავ, როგორც ადამიანს, რომელიც არ მინდა რომ ამ ვითარებაში არასწორად მოიქცეს და თავი დაიზარალოს და ურჩევს სწორს აქციელს. სწორი აქციელი გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური დღესდღეობით ქვეყნის უნდა იყოს არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ საქართველო. აი თუ ისიც ამას მიიღებს აი მოცემულობას და ამ კონფლიქტს გადაზრდის იმათ, რომ მე ჩემი სამშობლოსთვის სიმართლეს ბოლომდე ვიტყვი და თუ რაიმე შემეშალა ჩემმა ერმა მიკითხოს ბოლომდე, თუ ეს იქნება მისი პოზიცია, ეს იქნება სწორი ტრანსფორმაცია პოზიციის. თუ ის ამას არ გააკეთებს, მე ადამიანად ვიტყვი რომ მაინც პოლიტპატიმარია, მაგრამ მის მიმართ არანაირი ესე თქვათ სენტიმენტები ბუნებრივი არ მექნება. თუ გადადებს თავს რაღაცა დონეზე, მეც ჩავთვლი რომ საზოგადოებას პოლიტიკურ სპექტრს მე და თქვენ გვაქვს რაღაცა მორალური ვალდებულება, რომ გავაძლიეროთ ადამიანი, რომელიც იბრძვის არა იმისთვის რომ დაიცვას რაღაც
რაღაცა მოპარული თავისი ქონება, რაღაცა პოზიცია ბატონის და ფეოდალის კარზე, არამედ რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. დღეს მას ამისი თეორიული შანსი, ჩემი აზრით, აქ გამოიყენებს, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. არ გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ედავებიან როგორც შანსი, იმიტომ რომ ორივე წერილში იკვეთება, რომ მას თხოვენ, რომ პოლიტიკას არ გაეკარონ და ის 1%-იც არ დარჩეს. ჩვენ სამწუხაროდ აი ამ წერილებით და გავრცელებული და მოარული ხმებით შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვიმჟღავნოთ, იმიტომ რომ არც მისი ოჯახი, არც ადვოკატები არაფერს მეც არ გვეუბნებიან და ერთი ასეთი გავრცელებული ვერსია, არ ვიცი რამდენად შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ დღეს ვრცელდებოდა ასეთი ამბავი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შვილმა შეიძლება დაიწყოს ოცნებიდან წასული ძველი განაწყენებული ადამიანების შემოკრება და ლაპარაკი იმაზე, რა დაემართა მის მამას და სწორედ ამის პრევენციის გამო მოხდა ეს შეთვლები. გსმენიათ თუ არა თქვენ ეს ვერსია? მე ჯერ ამ მსმენია თუ ეს ვერსია რეალობასთან ახლოს არის, დრო ამას გამოაშკარავებს, მაგრამ მე მაგაზე გასმით ვამბობ რა, საუბარი არ შეიძლება იყოს ოცნებაზე განაწყენებულების შემოკრებაზე ან რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ ამბიციაზე. შეიძლება ეს არის ხალხი, ვისთანაც მათ მიესრულება. კი მესმის, მაგრამ მე მიმაჩნია რომ თუ ირაკლი დაიწყებს სწორ პოზიციონირებას, დაიწყებს სიმართლის ლაპარაკს და დაიკავებს საქართველოსთვის სასარგებლო პოზიციას და ამხელს რეჟიმს, რომელიც საქართველოს მომავალს ართმევს, მას უფრო სწორ ხალხთან შეიძლება მისასვლელი გაუჩნდეს და უფრო მეტ ადამიანთან მისასვლელი გაუჩნდეს რა. მე მიმაჩნია რომ დღეს პროტესტის ხაზი გადის რუსთაველის გამზირზე და იმყოფი ადამიანების პროტესტზე რა. და ახლა ჩვენ ხელოვნურად გამოვიგონოთ რაღაცა პროტესტი, რომელიც დახურდავდება ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დაცვაზე, მიუხედავად მიმეორებ ადამიანური თანაგზნობისა, ხო? საქართველოზე მეტი პოლიტიკურ თვალსაზრისით არ შეიძლება არავინ იყოს და თუ ამას ღარიბაშვილი ვერ მიხვდება, მე მეჩნია რომ ის პროექტი, ის ინიციატივა, ის აქტიურობა არაფერს მომცემი არ ექნება. შეუძლიათ იარონ და ილაპარაკონ, მე ამასაც მივესალმები, იმიტომ რომ სამართლიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იძინა ივანიშვილს როგორც ცუდ ადამიანს, რომელიც ბოროტად ექცევა სხვა ადამიანებს და არის უმადური, ამ კუთხითაც ის ამხელს. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის პოლიტიკური ჟესტი, ეს არის იმ ადამიანის ჟესტი, რომელიც არის თუნდაც უსამართლოდ, მაგრამ მაინც უბრალოდ განაწყენებული. მე ურჩევდი ირაკლის, რომ გაიხსენოს, რომ იყო საქართველოს ორგზის პრემიერი, იყო პოლიტიკოსი და დაუმტკიცოს ივანიშვილს, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც რასაც გინდა იმას დაარქმევ. მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ასე მოიქცეს. თუ სხვანაირად მოიქცევა, ეს მისი პირადი გადასაწყვეტია. ბედიელის კობახიძეს და უახლოს მომავალში შეიძლება განხორციელდეს ის, რაც დიდი ხანია ლაპარაკია, იმიტომ რომ უმძიმესი გადაწყვეტილებების გახმოვანება უწევს. აი ტრაქტატი 2 ღალატი 2 და აი ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება საქართველოს უახლეს ისტორიაში წინასწარმეტყველების აი ამ ტვირთი კიდევს ის ხელს. ხო, მესმის. და აი ასეთ ადამიანებს მე იცილებ ხოლმე ოლიგარქი. მე ზოგადად მიმაჩნია რომ რასაც აკეთებს ირაკლი ყობახიძე თელის პერიოდის იმდენად ცუდი საქციელი ადამიანურად თუ პოლიტიკურ ნაწილს თავი დავანებოთ, რომ ეს არ შეიძლება. მე თან მორწმუნე ადამიანი ვარ და მიმაჩნია რომ აი არ მოწონს ეს ტერმინი ბატონ ივანიშვილს, მაგრამ მადლი არ ექნება ბატონ ყობახიძეს არც აქ და მისთვის ეს ყველაფერი, რაშიც ჩართო ივანიშვილმა, საბედისწერო იქნება ყველა შემთხვევაში.